ლირიკა. დღეს მინდა ვისაუბროთ პრეპარატ ლირიკაზე და ზოგადად თვითმკურნალობაზე, იმიტომ რომ მეც მათ შორის ძალიან ბევრჯერ რაღაცნაირად ჩემი თავისთვის მეგონა რომ მკურნალობდი და მე თვითონ უნიშნავდი რაღაც წამლებს და დღეს სტუმრად მოვედით, მოკლედ საქართველოში ალბათ ყველაზე ცნობილი ნარკოლოგთან, კარგ ადამიანთან, თათა ასათიანთან, მოკლედ და თათა გაგვესაუბრება ზოგადად რას იწვევს პრეპარატი ლირიკა და მოკლედ რამდენად მნიშვნელოვანია რომ ჩვენ თავს რაღაცნაირად არ უმკურნალოთ და მე მგონია რომ ჩემ თავზე ვიტყვი რომ ძალიან ბევრჯერ დამაზიანა ამან რომ მოკლედ რაღაცნაირად მე მინდოდა რომ ყოფილიყავი ჩემი თავის ექიმი და ნუ მე არ გამომადგა ეს საქმე. გამარჯობა თათა. გამარჯობა. ძალიან საინტერესო თემაა და ბოლო ფრაზა მიიქცია ყურადღება. მე არ გამომადგაო სამწუხაროდ და არ გამოგადგა არა მარტო შენ, არ გამოადგა თვითმკურნალობა პრაქტიკულად არავის. და ამ საკითხს მე ალბათ უფრო დეტალურად შევეხებით. ეხლა დავიწყოთ პირველ რიგში იმით თუ რა არის ლირიკა, რა პრეპარატია, რისთვის გამოიყენება და რა რისკებთან არის ზოგადად დაკავშირებული. ხო, მაინტერესებს რისკები, იმიტომ რომ მე ხარ ბევრი წელი ვსვამდი ამ პრეპარატს. და იმის დამოხედავთ რომ წლები არ მოვიხმარ, დღემდე ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი რაღაცა დამიტოვა პრობლემა ამ პრეპარატმა და ძალიან საშიში პრეპარატია ჩემი დაკვირვებით. ნამდვილად ასე. ეს არის პრეპარატი, ეს არის ბრენდული სახელი ლირიკა და მისი მოქმედი ნივთიერება არის პრეგაბალინი. მიეკუთვნება ჯგუფი არსებობს, ესეთი გაბაპენტინოიდების ჯგუფი არსებობს და ამ ჯგუფში შემავალ პრეპარატებს მე სპეციალურად შეგნებულად არ დავასახელებ, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ყველაზე უფრო მეტად აქვს გამოხატული დამოკიდებულების პოტენციალი ლირიკას. და აი რატომ მოიხმარებენ ადამიანები ექიმების დანიშნულების გარეშე ლირიკას? იმიტომ რომ აქვს გარკვეულად ესეთი შფოთვის დამაქვეითებელი, მსუბუქი ეიფორიის გამომწვევი ეფექტი. ამის გამო ეს ხდება შემდგომ მისი მოხმარების მოტივაცია და თანდათანობით ყალიბდება ამ პრეპარატზე ტოლერანტობა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ თანდათანობით ადამიანს უწევს დოზის გაზრდა იგივე ეფექტის მისაღებად. შემდგომ უკვე ყალიბდება მასზე ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური, ანუ ფიზიკური დამოკიდებულება, ეგრეთ წოდებული აღკვეთის მდგომარეობა. და ზოგადად რა პრეპარატია, ალბათ ესეც ძალიან საინტერესო იქნება მსმენელისთვის. ეს არის პრეპარატი, რომ FDA-ის მიერ დამტკიცებული ჩვენებები, ეს არის ნეიროპათიული ტკივილი, ეს არის მოკლედ ფიბრომიალგია, არის დაავადება, რომელიც დაკავშირებულია კუნთების ტკივილთან, უძილობასთან და ასე შემდეგ სხვა ფსიქიკურ პრობლემებთან. და ანუ ეს არის ნეიროპათიული ტკივილი, ფიბრომიალგია და ეპილეფსიის გარკვეული ფორმები. ანუ არსად ონკოლოგიაში ესე რომ თქვა მკურნალობის მიზნით ეს პრეპარატი არ გამოიყენება. აი ხა გეტყვით ზუსტად. off-label ჩვენებებიც აქვს ლირიკას. off-label ნიშნავს, რომ არ არის დამტკიცებული FDA-ის მიერ. ეს არის შფოთვითი აშლილობები, ეს არის გარკვეული ესეთი ტკივილის სინდრომები და ასე შემდეგ. ლირიკა შეიძლება გამოყენებული იქნას ექიმის მიერ, ექიმის დანიშნულებით, აი ძალიან ისე მნიშვნელოვნად უსვამ ხალხს ამ ყველაფერს, როგორც დამხმარე საშუალება სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების აღკვეთის მკურნალობის დროს, აი განსაკუთრებით ოპიოიდების დროს. თუმცა ეს არ არის პირველი ხაზის მედიკამენტი და ვერაფრით ვერ ჩაანაცვლებს იმ პრეპარატებს, რაც გამოიყენება სტანდარტულ მკურნალობაში. აქედან გამომდინარე, როცა ადამიანი თვითმკურნალობას მიმართავს და იწყებს ლირიკის მოხმარებას, ამისთვის მას ექმნება არაერთი სხვა პრობლემა. ერთი ის, რომ თვითმკურნალობას არასდროს შედეგი არ გამოაქვს, პრაქტიკულად არასდროს არ გამოაქვს შედეგი, პირიქით. არა თუ უშედეგოა, საზიანოა ადამიანისთვის და სხვადასხვა გართულებები მოყვება. და მეორე ის, რომ ადამიანი ძალიან მარტივად ხდება ლირიკაზე დამოკიდებული. ეხლა ეს რატომ ხდება? ჯვარედინი დამოკიდებულება არსებობს ესეთი ტერმინი და რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი როდესაც ერთ ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე ხდება დამოკიდებული, ის უკვე ძალიან მარტივად ეჩვევა სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებას და ძალიან სწრაფად ხდება უკვე ჩანაცვლება და მასზე დამოკიდებულების ჩამოყალიბება. მე თვითონ გამოვილი ეგზა, რომ აი რაღაცით სულ ვანაცვლებ და სულ ერთ წელზე ანუ გონია რომ იმიტომ რაღაც ამ ვიდეოს მოტივაციას ეს არის რომ ბევრი ადამიანი წერს რომ აი რაღაცნაირად აი ლირიკა ვიყიდე და თუ რაღაცა და აი ამით რაღაცა და მოტივაცია არის რომ ეს ძალიან დააზიანებთ რა და
კარგ შედეგს არ მოგიტანთ, მოკლედ და წინ გელოდებათ, რავი, მინიმუმ საშინელი დეპრესია, რაც მე ამანდა კუნთების მოდუნება და მე ძალიან ბევრი დრო დამჭირდა და ზოგადად კიდე რო გითხრა, რამდენად მნიშვნელოვანია, მე კი ვიცი, ანუ ჩემ თავზე მაქვს გამოცილი, მაგრამ აი ეს თვითმკურნალობა მე მაგალითად ნარკოტიკებს თავი ესე მგონია რომ იმით დავანებე რომ ძალიან ბევრი ხანი დიდი ხანი ვამენეჯმენტებდი ამ პროცესს რა და მეც მქონია ეგეთი რაღაც დამოკიდებულება და დღესაც არ ვარ პირდაპირ რა ვიტყვი რომ რაღაცა დიდი წარმოდგენის თუ რაღაც ქართული ზოგადად ამ ნარკოლოგიურ მიმართულებებში და იმედი მაქვს რომ რაღაცნაირად ხარისხი მოიმატებს ამ მიმართულებით და დამოკიდებულება რაც ყველაზე მთავარია მაგრამ მქონდა ის მომენტები რომ არ ვენდობოდი რა ესე რომ ვთქვა ამ ნარკოლოგებს, ექიმებს რაღაცა და მე გადავლახე ეს რაღაცა და აი დღეს რომ რაღაცა ჯანმრთელი ვარ, ფიქრობ რომ ზუსტად იმის დამსახურებაა რომ სწორად დავგეგმე აი ეს პროცესი რა და შევწყვიტე თვითმკურნალობა რა და ეს რო გითხრა რამდენად მნიშვნელოვანია რომ ძალიან მნიშვნელოვან აქცენტებს აკეთებ, მინდა გითხრა რომ პირველ რიგში მნიშვნელობა აქვს ადამიანმა მიიღოს გადაწყვეტილება რომ მას უნდა ფხიზლად ცხოვრება და შემდგომ არანაკლებ მნიშვნელოვანია მენეჯმენტი დაგესწორი დაგეგმა ამ ყველაფრის. იმას რომ არასწორად აღიქვავ ზოგადად დამოკიდებულების პრობლემას და გონია რომ თვითმკურნალობით შეიძლება მიიღო შედეგი ეს ზოგადად არა მარტო ამ დამოკიდებული ადამიანების პრობლემაა, ზოგადად საზოგადოების დაბალ ცნობიერებაზე მიუთითებს მოკლედ. ეს არის უმძიმესი ქრონიკული დაავადება, რომელიც არათუ თვითმკურნალობის შემთხვევაში ჩამოყალიბებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული, მკურნალობის შემთხვევაშიც კი რეციდივის განვითარების რისკი ძალიან მაღალია. ხა წარმოიდგინეთ თვითმკურნალობის შემთხვევაში რა იქნება. არათუ შედეგი აქვს სხვადასხვა გართულებებსაც იწვევს. შემიძლია ამ გართულებებზეც ვისაუბროთ, თუ საინტერესო იქნება თქვენთვის. კი, ორი სიტყვით. პირველი გართულება არის ის, რომ ზედოზირების რისკი თვითმკურნალობის შემთხვევაში არის ძალიან დიდი. აი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას აქვს ოპიოიდური ზედოზირების რისკები და პირველი რისკი ეს არის თვითმკურნალობის შემთხვევაში შეწყვეტილი მოხმარების შემდგომ რეციდივის განვითარების შემთხვევაში, როდესაც ადამიანი შეწყვეტს რაღაცა პერიოდი ან გადავა სხვა ნივთიერებაზე და კვლავ იწყებს შემდგომ იმ ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარებას, აქ უკვე ტოლერანტობა არის დაცემული და ადამიანს უვითარდება ზედოზირება, განსაკუთრებით ოპიოიდურ ზედოზირებაზე მაქვს ლაპარაკი. მეორე გართულება ეს არის ის, რომ ამ შემთხვევაში აღკვეთის მდგომარეობაში, ეგრეთ წოდებული ლომკის პერიოდში შეიძლება ისეთი გართულებები წამოვიდეს, რომელიც სიცოცხლისთვის საფრთხის მომტანი იყოს. იგივე კრუნჩხვები, გულსაუთა სისტემის პრობლემები, ან ფსიქიკის პრობლემები, როგორც არის ღრმა დეპრესია, ფსიქოზური აშლობები და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში კიდევ მინდა გავიმეორო, რომ შედეგიც ძალიან ნაკლებია ამ შემთხვევაში თვითმკურნალობის. ბოდიში დავამატებ, რომ თვითმკურნალობის ჩემი გადმოსახედიდან ყველაზე საშიში პროცესი და შედეგი რაც არის ის, რომ განწერული ხარ მარცხისთვის და ეს მარცხი, მოკლედ ძალიან მძიმე გადასატანია, რომ რაღაცნაირად იაზრებ იმას, რომ აი ვერაფერი ვერ ვქენი და მოკლედ უფრო ორმაგი იმით შეიძლება შებრუნდე ისევა მოხმარებაში. დამოკიდებული ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ეს არის დაბალი თვითშეფასება და არაწარმატებული თვითმკურნალობის შემთხვევაში კიდევ უფრო ხდება იმ დაბალი თვითშეფასების დაცემა და ეს ფრუსტრაცია კიდევ უფრო გიბიძგებს შემდგომ სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებისკენ და რეციდივისკენ. გასაგებია, თათა ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ ხარისხიანი ადამიანი ხარ, ნარკოლოგი პროფესიონალი და დიდი წვლილი გაქვს ბევრი ადამიანის გამოჯამრთელებაში და რაღაცნაირად შენ კლინიკასაც ისე მოიხსენიები, რომ აი თათასთან ვიყავი და იმედი, თავარია იმედი აქვს ძალიან კარგი. წარმატებები, რასაც აკეთებ და რავი, მინდა რომ ბევრი ისეთი გამოჯამრთელებული პაციენტი გისურვო და მადლობა იმისათვის, რომ შენს პროფესიონალიზმს ესე გვიზიარებ და გვეხმარები. წარმატებები ყველას. მრავალ აღდგომას დაესწარი, ჯანმრთელები, ფხიზლები და რა ვიცი, იგზავნით კარგ ფიქრებს და ბევრ мотивაციას დიდი პატივისცემით. ბედნიერად. დიდი მადლობა.